დასრულდა დავით ძილფიმიანის სარჩელის განხილვა მოსამართლე ნინო შარაძე გადაწყვეტილებას სტერეო პლუსის საქმესთან დაკავშირებით 26 დეკემბერს მიიღებს. სასამართლო პროცესზე მოსარჩელი და მოპასუხე მხარეებმა საკუთარი დებულებები წარმოადგინეს. საქმე ეხება ზაფხულში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვით ტელეკომპანიამ მეცხრე არხის სტერეო პლუსის სიხშირიდან გათიშეს. დავით ძილფიმიანი კომისიის გადაწყვეტილებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას ამ ქმედებით კანონი არ დაურღვევია, რადგან თავის დროზე მსგავს მომსახურებას სხვა ტელეკომპანიებსაც უწევდა. კომუნიკაციების მარეგულირებულმა ეროვნულმა კომისიამ სტერეო პლუსის მიერ მეცხრე არხის სიგნალის გავრცელებას კანონდარღვევად მიიჩნია. ეხლა მათ არ გააჩნიათ სხვა რაიმე გამოსავალი, თუ არა დაიცვან ის ინტერესი, ის ქმედება, რაც მათ ჩაიდინეს. ხომ არ იტყვიან ჩვენ დანაშაული ჩავიდინეთ, ხომ სწორედ მათი გადაწყვეტილების გამო მოხდა ის აქტი, რასაც ქვია გამორთვა და გათიშვა ეთერიდან მეცხრე არხისა. მადლობა ღმერთს, დღეს ისევ ვაგრძელებ, თუმცა რამდენ ხანს არ ვიცი, 26-ში გამოვა ესე იგი გადაწყვეტილება, რომ მე შემეძლო თუ არ შემეძლო მომსახურებოდი მეცხრე არხს. მეცხრე არხის გასვლა როგორც არ აწყობდა კომუნიკაციების კომისიას, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჰქონდათ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტური დამოკიდებულება ამ არხის მიმართ, რაც გამოიხატებოდა გარდა ამ საკითხისა სხვადასხვა საკითხებში, თქო ლიცენზიის არ გაცემაში, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და დისკრიმინაციაში.